მე ვარ თუცა რობაქიძე, გლეხის ქალი, 93 წლის. მე ვარ ვანის რაიონიდან დაბადებული გლეხის ოჯახში. გავატარე ჩემი ბავშვობა. სული ბავშვობა მქონდა. მამა ჩემი სამამულო ომში რომ წაიყვანეს, მე მეორე კლასში ვიყავი. დარჩით 3 დედმამიშვილი. დედა ავადმყოფი, ძალიან ბევრი გაჭირვება გამოვიარე. მუშაობა დავიწყებებო 10 წლის ასაკში. დედა ავადმყოფი მყავდა, 3 შვილი ვიყავი და პატრონი არ მყავდა. აბა რა უნდა მექნა? ადრე ბები ხარები ებარა მამაკაცებს, სოფლის მამაკაცებს ხარები ხო იცი რა. ხო და ყავით ხნავდნენ და ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთს. ხარებს უძეხი წინ. სწორი კვალი რო გაეტანა და გამოეტანა. წინამძღოლს ეძახოდნენ ბებო მაშინ. ბიძა იყო ჩემი კოლმეურნე კაცი და დავყავდი ბიძას. და პერერივამდე ხაშალა დავდიოდი იმბელტებში. თული იყო, აბარა იყო. 10 წლის ბაღანასო გამთენეს 5 საათზე აყენებდა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ცხოვრობდა მეზობლად. იყო დიდებული კაცი. მისი დედა კიდო მეზობელი, იგი მაღლობზე ცხოვრობდა, მე დაბლობში. ძალიან ცოდვამადლიანი ქალი იყო ის ქალბატონი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. გადმოდგებოდა გორიდან. საფულში ხო ადრე თენდება. გადმოდგებოდა და თუცაკია, სოფელი ხო იცმენ. და რო გამეძახებოდი მე, ადექი ბებო, ადექი. 22 წლის ასაკში შემქენი ოჯახი. 25 წლის ასაკში დამრჩა ობოლი გასაგრძელი. დღემდე ვემსახურები ერთად-ერთ შვილს და მის მომავალს, მესამე თაობას. მარტო ხელა ვიყავი, მაგრამ ისეთ ოჯახში ვიყავი, ჩემ შვილს უმამობა არ გაუგია. ყველა მეხმარებოდა, ყველა პატივისცემდა და უმაღლეს განათლებაც მიიღო, დაოჯახდა, 2 შვილები ყავს, შვილიშვილები ყავს. ჩემი შრომით ბებო, სამსვენას მუშაობდი. ძილი მენატრებოდა, ჰაერი მენატრებოდა, ჭამა მენატრებოდა და გარება და გამორება. ყველაფერს ხაზი გაუსვი და მუშაობდი რომ რაღაცა შემემქნა ჩემი შვილისთვის. შემომქენი. როგორც დედა, შემომქენი მე ჩემ შვილს ყველაფერს. სიბერეში ბებო მე პირადად ასე გეტყვი. მე მეხარია. ზარისხმას რო გეგონებ კარებს. ხან ერთი მოვა, ხან მეორე მოვა, ხან მესამე მოვა. ამით მე ვიხალისებ თუ ვიხანგრძლივებ სიცოცხლეს. რომ მიდიან წასვლის დროს რო ეცა დალოცველი გზაებებო, მშვიდობიანი გზაებებო და რომ მოვა ხან კოცნი. წაი ბავშვები მყავს ბებო, შვილთაშვილები. შვილიშვილი იდეალური. 200 ლარს ყველა თვეში შვილიშვილს ვაძლევ. 2 შვილი ყავს იმას. კარგი შვილები ყავს. ახლა მომემატა და მე რომ მომემატა პენსია ბაღნებსაც მომატე. 30 ლარს ყოველთვის შვილთაშვილებს ვაძლევ. ბევრი მაჩუკა ღმერთმა სიცოცხლე. 93 წელი რა ადვილი მოსატანე ამ დრომდე. ხო და ახლა ოცნებობ ჩემი ოჯახზე. რომ ხონდეს ოჯახზე უდგები გვერდში. ეს შემიძლია პენსია. 15 წელია დავდივარ მე კათარზეში. იმ პერიოდში მოვედი, რომ სიცოცხლეც არ მინდოდა. კათარზესმა გადამარჩინა.
მართლა ალალად გეუბნები ბებო. ყველა მოყვარულია, ყველას ეხმარებიან, ყველას პატივისცემენ. კათაზისის ბებო კედლების თბილია. კედლებსაც უყვარს ხალხი. აქ რო არ დავდიოდე შევეძლება გავგიჟდე. ჩემი დამამშვიდებელი არის აქ რომ მოვდივარ. აქ ვნახულობ ჩემ ურთიერთობას მეგობრებში, აქ ვნახულობ სითბოს, სიყვარულს, იმედს, დახმარებას უფროსებიდან. რამდენს ვფიქრობ, რომ ღმერთო რაღაცა შემაძლებია მე კათაზისში არავის არაფერი არ უნდა ჩემი. იმდენი რაღაცა უბრალო დავუშვათ 5 ლარიანი, 10 ლარიანი. ყველასთვის მაყიდიე რომ სამახსოვრო დავუტო. აზროვნება და გეგმა და ოცნება დიდი მაქვს. შინაგანად ღმერთმა მაჩუქა შეგნება ადამიანობა ცოდვა და მადლი. მე ყველა გაჭირებული მეწოდება, იმიტომ რომ ვიცი გაჭირება რა არის. არა მაქვს ბევრი საშუალება, მაგრამ ხან 20 თეთრი მიჩუქნია როზის გაჭირებული. ჩემი დახმარება ახლა ვის უნდა, მაგრამ რამდენჯერ გამიკეთებია მაგ. დასავლეთში მიდიოდი მატარებლით. აქედან თბილისიდან. მომეწია იმფერი გაჭირებულის გვერდში ჯდომა. ყველანაირად საწოდავი გაუბედურებული იყო. მე ახლა საგზარლი რაც ხამ მქონდა ბებო, ორჯერ დამჭირდა ჭამაკი. ორჯერ მივაწოდე. ნაბეღლავი მივაწოდე, საჭმელი რაც ხამ მქონდა მივაწოდე. და ცხრემლები მომადგეთვა. გაჭირებული იყო. ყველანაირად გაჭირებული იყო. მეტა იმდენი მქონდეს, ყველა გაჭირებული და დახმარება გამეტიოს. მე თვითონ დასახმარებია. ყველა ადამიანი მადლიერი არ გეყოლება. რაღაცა შეცდომა ყველას მოგდეს. მაგრამ 100%-ში 80 რო იტყვის რომ აი ხალი იყო, მე მგონი მაგ დამსახურებული. ხლა არ შემშლია რამე მეთქე, ყველა ადამიანს ეშლება ბებო რაღაცა. უნდა ეცადო რომ 10 კაცი რვა თქვას კაი ხალი იყო. სიყვარული ვაჩუქოთ ერთმეორეს. სითბო ვაჩუქოთ ერთმეორეს. თუ საშუალება გვერდში დაუდგეთ. დავეხმაროთ ერთმეორეს. ქართველი ერისანა ერი არ არსებობს არსად. აი ხალს გოგონეს მაგალითად ქართველი ხალობა გაეწიოს და ვაწვილებს ბიჭებს ქართველი მაწვილობა და ჯენტლმენობა გაეკეთებიოს. არის ბევრი იმდენი ბევრი შემხვედრია რომ მე მინანერიზე ტელეფონი მოგიღე. ტელეფონის ნომერი არ გამოვართვით? რომ მისი დედისთვის დამერეკა აი შვილის ამგზელი დედა ხარ მეთქი. ოცნებით დაღლილი მუსიკის ფონზე ისე ოცნებო როცა ბამაზი დაისი ქაოსი საოცე ქაოსი ანდავს სარსულის ფიქრებს სანამ მიდის მაისი